Erთხელ აგიხსნით რაშია საქმე. როგორც ხედავთ, ტორმოზის ეს კალოდგები საერთოდ მოხსნილი მაქვს მე. და რომ ვაწვევი ამაზე, ხმა გესმით რომ ნახაზი მე რეგაჩვენებთ რაშია რა ხდება, როდესაც მე ამ კნოპკას ვაწვევი ხელს, ხდება ორი მოვლენა აუცილებელი, ერთი მბრძოლება ნატურალიანთო, მეორე ის რომ აქ ამაზე დაჭერის დროს, ტორმოზის დაჭერის დროს რაც უნდა მე გაზი დავატრიალ, მაგრამ არ ამუშავდება. რატომ განთებულია რა? ამ ატრიალებს. ის ნატურა რაღაც კი ჩაფება ამუშავ, რაღაც კი ამ ტორმოზიდან ავიღებ ხელს. ეს აუცილებელი მოვლენა და მესამე არის აი სწორედ ეს ნატურები და ეს ყველაფერი ელექტროტორმოზი. ამ სამ რელეს დავაკვირდეთ რომ სამივე მუშა მდგომარეობაშია. სამივე რეაგირებს. აი მესამე სათავეც სწორედ ეს არის ელექტროტორმოზი და არა ეს მექანიკური ტორმოზი. ეს პირველი ორი მოვლენა გასაგებია რომ ტორმოზის დაჭერისას გაზმა რეაგირება არ უნდა ქნას და მეორე მოვლენა უკან ნატურა უნდა გენთოს, მაგრამ მესამე ყველაზე მთავარი ის რომ როდესაც ამ ხალხის საერთო ნატურალებს 6 სამში გაჩერდა ხო მადლობა 6 სამში გაჩერდა ტორმოზის გარეშე ტორმოზი არ არაყენებული ტორმოზის გარეშე და შუა 6 სამში მოდი კიდევ ერთხელ ვიშინჯოთ ახლა 3 სამში გაჩერდა ელექტროტორმოზის დახმარებით და ეს ელექტროტორმოზი როგორ მუშაობს მექანიკური სახის ენერგია გარდაიქმნება გენერატორის სახით ელექტროენერგიად და ის ელექტროენერგია ბრუნდება აქ სითბურ ენერგიად აი ისე ნატურების განვითარებით აი სამ წამში ელექტროტორმოზი და თუ ამაზე უფრო ძლიერ ნატურებს დავაყენებ შეიძლება ერთ წამშიც კი გაჩერდეს მოდი ერთჯერ კიდე ეფექტი ვნახოთ აი ნახე და უფრო ტორმოზი აჰა მანქანაზე გაანათა 6 ნატური მოდი ახლა უფრო აი ნატურების ნაცვლად აი დააკვირდით გასაგებია რომ სამი ფაზა მოდის კი სამი ფაზა სამი კაბელი მოდის აი ეს სამივე ფაზა რომ ერთმანეთს რომ დავაჯახოთ აი კაროტკი ასე ვთქვათ მოკლე ჩართვა და აი ნატურების ნაცვლად რომ ეს უბრალოდ პროვოდები რომ და მათ შემთხვევაში რომ ვიხმაროთ ტორმოზი რა დრო დაჭირდება მაგრამ მე ამის გაკეთებას არ გიჩვენებ იმიტომ რომ ძლიერი ნატურების დაყენების შემთხვევაში ასეთი მოკლე ჩართვის შემთხვევაში შეიძლება თქვენი მოტორი ან გენერატორი გაცხელდეს და დაიწვას მაგრამ ნახოთ რა დრო დაჭირდება ეგრევე გაჩერდა ერთ სამში გაჩერდა მოდი კიდე ერთხელ მაგრამ მე ამის გაკეთებას ნახე ფუტები ამოუშვა ამის გაკეთებას არ გირჩევთ ფუტები აქედან კი არ წამოვა არამედ წამოვა თქვენი მოტორიდან და გაცხელდება მე ამის გაკეთებას არ გიჩვენებთ 1500 ვატიანი არის ეს მოტორი აი ეს უკვე ცხელია დამწყვა საშინელება ასეთ რაღაცას მე არ გიჩვენებთ ძლიერი ძალიან ძლიერი ეს უთბილია ძალიან ძლიერი ნატურების დაყენებას არ გიჩვენებთ და ასეთი მოკლე ჩართვის გაკეთებას არ გირჩევთ იმიტომ რომ არა მარტო ეს ადგილი გაცხელდება, არამედ გაცხელდება ყველაზე სუსტი წერტილი რაც არის თვითონ მოტორი. თვითონ რელეს დააკვირდით, 80 ამპერი გადმოდის სამივე რელეს დახმარებით აქეთ ამ ნატურებთან, ხო? მე არ გიჩვენებთ ასეთ რაღაცას. კი, მხოლოდ ელექტროტორმოზი ვერ დაგეხმარებათ. დააყენეთ ეს ასეთი მექანიკური ტორმოზიც. და მე სწორედ ამას ვაპირებ, მადლობთ. ნახაზი მე რეგაჩვენებთ როგორი მუშაობს ეს ნახაზი სქემა. ხო, ახლა დავხაზოთ ნახაზი. აი როგორ გამოიყურება, საიდან დავიწყოთ? დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა მოტორიდან. მოტორიდან დავიწყოთ. მოტორში ვიცით რომ არის სპილენძის ხვია. ასე ვიწყებთ.
ეს A ფაზა, ეს B ფაზა, ეს C ფაზა. სამფაზიანი მატორი არის, გასაგებია. მატორის გარდა ჩვენ გვაქვს ეს კონტროლერი. კონტროლერი აი აქაც A ფაზა, B ფაზა, C ფაზა. კონტროლერი ასევე მსხვილი კაბელები, ეს არის პლუსი, აი ეს მინუსი. რომელიც ეს არის დაკავშირებული აი აკუმულატორთან. ეს არის 60 ვოლტიანი აკუმულატორი. 60 ვოლტიანი აკუმულატორი დაკავშირებული ამასთან. აი აქ რა ხდება ახლა? ეს სამი პროვოდით არის დაკავშირებული აი ასე. A ფაზა, B ფაზა, C ფაზა. მატორის სამი ფაზა დაკავშირებული არის 2 კილოვატიან კონტროლერთან. დავაწეროთ 2000-იანი ვატი. ამ კონტროლერს ასევე აუცილებლად აქ უნდა აღნიშნოთ, აქვს სამწვერიანი აქ შტეკერი, რომელიც არის გაზის რუჭა. დავაწეროთ უბრალოდ გაზი. აქედან ერთი არის პლუს 5 ვოლტი წითელი კაბელი. მეორე ეს არის სიგნალი უბრალოდ და მესამე არის მინუსი. აი ჩვენ გვაქვს იგი ჯერჯერობით დავხაზეთ მატორი, ეს არის კონტროლერი და აკუმულატორი. აკუმულატორი ამ სამი რაღაცის გარდა ჩვენ გვაქვს კიდო დროსელი, ასევე ძახით 12 ვოლტიანი დროსელი, რომელსაც აქვს შემცველი გამომცვლელი, 60 ვოლტი შედის. მოდი ასე დავაგებოთ. აი 60 ვოლტი აქ პლუსი დავაწეროთ, მინუსი 60 ვოლტი შედის და აი აქვე 60 ვოლტი რომ შედის, მეორე მხარეს 12 ვოლტი გვაქვს. ასევე გვაქვს ჩვენ მეორე დროსელი, 5 ვოლტიანი დროსელი. ეს პლუსი, ეს მინუსი. და რა როლს ასრულებენ ესენი, რატომ არის აუცილებელი? 12 ვოლტიანი დროსელი პირველი ყოვლისა საჭირო არის, იმიტომ რომ ნათურები ჩვენი 12 ვოლტზე მუშაობს. 12 ვოლტი ეს არის სადღაც 150 ვატის ფარგლებში უძლებს. 150 კი არა, მეტიც არის. მე როგორც ვიცი, 12 ვოლტი 20 ამპერზე, აი ასე დავაწეროთ. ამას დაჟევრას 40, აი მეორეც მხოლოდ ამ 12 ვოლტიანმა დროსელმა მე ნასოსიც ამიმუშავა და საბურავიც დამიბერა. პატარა ნასოსები რომ არის რა, მანქანების ნასოსები, ისიც კი ამიმუშავა და დამიბერა ამ 12 ვოლტიანმა დროსელმა, რომელიც 60 ვოლტიდან 12 ვოლტი და აქ ვაერთებთ ისევ პლუს 12 ვოლტი, მინუსი კაბელი ვაერთებთ და ვიხმართ, ასე ვთქვათ, ან ნათურებისთვის, ან ბევრი სხვა რამისთვის. შეიძლება ოპერატიული წრედებისთვისაც, აი რელესაც შეიძლება დაჭირდეს. ახაც იგივე სიტუაცია, მაგრამ ეს 5 ვოლტი მე უპირველეს ყოვლისა დამჭირდა ტორმუზის ნათურისთვის, ეს სტოპიო რომ ეძახიან, აი ზუსტად ეს უკანა მხარეს, უკანა სავარძელთან ნათურა არის, რომელიც 5 ვოლტზე მუშაობს. აი იმისთვის 5 ვოლტის ენერგია უნდა წამოვიდეს. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს ახლა ტორმუზის უწყო. აი ჩვენ კონტროლი თვითონ ეს აი ყველაფერი ჩაყენებული არის. თვითონ კონტროლი, ხო, კნოპკები სად გვაქვს? გვაქვს საჭესთან წინ, აი სადღაც ასეთი სახით გავაკეთოთ. აი ეს არის სიტყვაზე აი გაზის რუჭა. ნიშნება მას აქვს. მეორე კონტროლი არის აი ეს. ეს არის უკვე ტორმუზი. ძირითადად ჩვენ ორი კონტროლი უნდა დავაერთოთ ჩვენს წრედებს და ამისათვის მე გამოვიყენებ რელეს. რელე საერთოდ ელექტრულად როგორ იხსნება, თუ კი ეს არის ჩვეულებრივი, აი ესე ვთქვათ, კნოპკა კონტროლი, აი ელექტრომექანიკური რელე, ელექტრომაგნიტური რელე, როგორც აი როგორ იხსნება.
აქ ზუსტად ამდაგმარად არის, ასე, ასეთი სიტუაცია. აქ ასე უნდა გავაკეთოთ. ეს აქეთ ამ ხარეს კი არ უნდა მექნა, არამედ პირიქით უნდა მექნა. ეს პირიქით უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის ასევე სპილენძის ხვია რელეში. ესე იგი, რელეს აქვს 5 ფეხი. აქეთ ეს 3 ფეხი დავაწეროთ 1, 2, 3 და ეს ყველაზე მთავარი 4, ეს 5 ფეხი. აქ რა ვარც კი შემოვა, მოდი დავხაზოთ ასე. და დავხაზოთ ასე. 5 ვოლტიანი რელი. 5 ვოლტიანი ჯერ ბატარეა მაქვს, მერე კნოპკა, რაღაც კნოპკას დავაწეროთ. ეს 5 ვოლტი შევა რელეში და რა ხდება ასეთ დროს? აქ სპილენძი დაიმაგნიტება, ასე ვთქვათ, ელექტრული მაგნიტი გაჩნდება, რომელიც ამ ფეხს აიძულებს, აქეთ ზემოდან, მე თავის დროზე არასწორად დავხაზე, ეს აქეთ უნდა დამეხაზებია და არა აქეთ. აქეთ რომ იყოთ ჩვეულებრივად ჩართული, ეს გადმოინაცვლებინა აქეთ. მოდი უკეთესად გავეთქვით, წითელი კალამი ავიღე, წითელი კალამი და ეს ამას მე გავაწითლებ. ნორმალურ რეჟიმში, თუ კი რელეს ძამვა არ მიეწოდება, ჩართული არის სიგნალი აქიდან აქ. ანუ პირველი ფეხიდან აქამდე სიგნალი მოდის, ძალოვანი კაბელი, მაღალი ამპერი ლამაზად მოდის. მაგრამ რა ვარც კი აქ ჩვენ დავაჭირეთ კნოპკას, აქ რა ვარც კი გაჩნდა, ჩაერთობა სიგნალი მოდის აქიდან აქ. ასე იხაზება ეს, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც აქ დაჭერილი გვაქვს ჩართულია და სიგნალი აქ ლამაზად ჩვეულებრივად გადმოდის პირველი ფეხიდან მესამე ფეხზე, რა ვარც ამიქიდან ხელს ავიღებთ, ეს მაგნიტური ველი ჩამოინგრევა, დაიგლებს და ამის გარდა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ელექტროდენი, რომელიც ერთი მიმართულებით მომიძვაძრება და მიმართულებას შეიცვლის. შეხედეთ, თუ კი ასეთი მიმართულებით იყო პლუსი მინუსისკენ და 5 ვოლტი იყო. რა ვარც კი ამას გავთიშავთ, მიმართულება შეიძლება წითელი პასტით გავაკეთოთ, მიმართულება შეიძლება და უფრო მეტიც. 5 ვოლტის ნაცვლად აქ გაჩნდება პოტენციური ენერგია უფრო გაცილებით მეტი, რაღაც შეიძლება 20 ვოლტი და რამე სხვა. ხო და მიმართულებასაც შეიცვლის და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს 5 ვოლტი საიდანაც მოდის, აი ამ დროსელიდან არა, ამას აუცილებლად უნდა დავაწეროთ პლუსი და მინუსი. 5 ვოლტიანი დროსელიდან რომ მოდის ეს ენერგია, მიმართულებას შეიცვლის პლუსი მინუსი და შეიძლება აი თვითონ დროსელიც კი დაგვიზიანოს. აი ამისათვის ჩვენ ელექტრიკები რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ დიოდის დაყენებას. დიოდიც უნდა იყოს დაბაიანებული. და აუცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა მიმართულებით იქნება ეს დიოდი დაბაიანებული. დიოდი როგორც იცით, ასეთი სიმბოლოთი ხასიათდება. დიოდია აქვს ასეთი მიმართულება. ხომ? და წერია აი მიმართულება, დიოდი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს. თუ კი ეს უკუღმა წამოსული ძაბვა გაჩნდება, უნდა დაბლოკოს ამ დიოდმა. არ უნდა გაუშვას ისევ ამ დროსელში და არ უნდა დაგვიცვას ერთ-ერთი. ხო და აი სწორედაც რომ აი ზუსტად ეს მიმართულება, აი დაგვიდით თავის დროზე თუ კი ასეთი მიმართულება იყო, აი აქაც აქიდან აქ ორ ფეხს შორის უნდა დაყენდეს დიოდი პლუსის მიმართულებით. კიდევ ერთხელ პლუსის მიმართულებით. მაესწორ და ეს რაც რომ გვიჩვენებს. მოდი დავაწეროთ პლუსი სადაც არის, იქეთკენ უნდა იყოს და აი აქ მინუსი. ასე უნდა ეს ფუნდამენტალურია, აუცილებელია მისცონა, სანამ ნახაზებს ავაწყობთ და ვიმოქმედეთ, ასე ვთქვათ. ხელში რომ დავიჭროთ, არა, აი რელეს აქვს ზუსტად ასე 5 ფეხი, მაგრამ მე არ ვიხმარ ასეთ ჩემი ნახაზის დროს, ახლა ხედავ რა უშინო დახაზულია, ხო?
მაინდამაინც როგორც ელექტრიკები არიან შეთანხმებული, ისე არ ვიხმარ მე და ამ ფეხს და ამ 5 ფეხს უფრო სწორად მე სხვანაირად დავხაზავ. აი ასე როგორც ვიზუალურად ხელში მიჭირავს, აი რელე, აი ზუსტად ისე ვიხმარ. აი როგორ გამოიყურება ჯერეთი ვიზუალურად წაიკითხეთ ერთი როგორაზე ნახეთ 0.5 რა სადაც ეს 5 სწორედ ნიშნავს რომ 5 ვოლტზე რეაგირებს ეს რელე და ამპერობას დააკვირდით 10 ამპერი მაქსიმუმ 10 ამპერის გადაცემა შეუძლია ამას პირველი ფეხიდან მეორე ფეხში ან პირველიდან მესამეში ძაბასაც შეიძლება გადაცემის ზებას 250 ვოლტი ცვლადი დენის შემთხვევაში 30 ვოლტი მუდმივი დენის შემთხვევაში ამპერი როგორც გითხარით მაქსიმუმ 10 ამპერის გადაცემა შეუძლია. ახლა მეორე მხარე შევხედოთ. ცუდა გადაღუნული რაც შეიძლება გავაცნოთ ეს პლატებზე ჩასაპაენებელია ძირითადად ეს რელე, მაგრამ ჩვენი შეგვიძლია მაგაც ვიხმაროთ. 5 ფეხი აქვს, ხო ხედავთ როგორც აქ დავინახეთ 1 2 3 4 და 5. ზუსტად ამ დაგვარად ეს 5 ფეხი მე აგერ დავხაზე. რომელი ფეხი როგორაა, ამასაც ვნახავთ. ხო, აი აქ სიტუაცია როგორ თუ მე წითელი ხაზი, აი შეხედეთ აქ როგორ გავაკეთე. ეს წითელი აი ასე არის. ლურჯია აქ. და აქ შემოდის ეს 5 ვოლტი, ზუსტად როგორც აქ. ანუ აი პირველი ფეხი არის აი ეს. ეს პირველი ფეხია. მეორე ფეხი შეხედეთ აი სად არის? აი ეს მეორე ფეხია. მესამე ფეხი რა შეხედეთ სად არის? აი ეს მესამე ფეხია. პირველი, მეორე, მესამე და აი მეოთხე, მეხუთე უკვე თუ გინდა პირიქით დავაწეროთ, თუ გინდა ეს, თუ გინდა აქ დავაწეროთ მეოთხე და აქ მეხუთე, თუ გინდა პირიქით აქ მეოთხე, აქ მეხუთე. ხო, აი ასეთი რელეები უნდა გამოვიყენოთ ჩვენ 3 ცალი. და რატომ? ეს 3 ცალი რელე აგერ დავხაზეთ და წითელი პასეტის ხმარების ნაცვლად მე ასე წვილად გავაკეთებ. აი ასე. გაწყვეტილი თითქოს აქედან აქ კონტაქტი არ არის მანამ სანამ ამ რელეში არ შემოვა 5 ვოლტი. ახლა ნახაზი ახლა ასე ზეპირად ეს თავიდან კომპიუტერში დახაზვა უფრო მარტივია ვიდრე ასე პასტა ფურცლით მეტომედეს, მაგრამ აი საიდან დავიწყოთ? გასაგებია რომ ეს 5 ვოლტი მაგისტრალი, ისეთ სიგნალის კაბელია ეს და სხვა არაფერი. ესენი მინუსის მხარე სულ ყველა ერთმანეთზე უნდა დავაჯახოთ. მაგრამ 5 ვოლტი რა შემთხვევაში შევა ამ რელეებში? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ტორმუზის ღილაკს ჩვენ ხელს დავაჭერთ. მოდი ამას დავაძიროთ ტორმუზის ღილაკი. ტორმუზის ღილაკი. აი პლუს 5 ვოლტი. პლუს 5 ვოლტი და ეს მინუს 5 ვოლტი. მინუს 5 ვოლტი მე ასე წამოვიყვანე და აქედან რომელიც მიდის აი ასე რომ მოდის მოდი ასე გვერდით იყოს ასე ანუ მინუსი აქ არის და აი ეს პლუსი უკვე აქ არის ცოტა შორიდან გავაკეთოთ და თან ტელეფონის ხელში დაჭერა და თან გადაღება და თან დაწერა რთულია. ხო, აი სიტუაცია როგორია? რაღაც კი მე ამ ფილაქს დავაწვევი, მაშინვე ამ სამივე რელეში შედის 5 ვოლტი და სიგნალი ირთობა. რა სიგნალი ირთობა? ეს ახლა რაები ირთობა. ეს უნდა გავარკვევთ ახლა ჩვენ. რა მოვლე სამი სხვადასხვა მოვლენა ხდება. ამ სამი მოვლენიდან ყველაზე მარტივი არის ეს ნატურა, რომელიც უკან დგას. აი ნატურა როგორ
ნატურასაც მე ახლა ასე სპირალის სახით დავნიშნავ, რომელიც 5 ვოლტზე მუშაობს. ნატურაში 5 ვოლტი შედის საიდან? აქედან შედის, ხომ? ამიტომაც აი ეს პლუსი, რომელიც აქ მოდის, აქაც შემოვა ეს პლუსი. მოდი ასე გავაკეთოთ. პლუს აქაც შემოვა. გამოდის აი ასე, აქ ეს რომ როცა ჩაერთვა, მოდის ეს პლუსი. აქა რაც შეეხება ეს მინუს, ეს მინუსი ჩვეულებრივად დაბრუნდება ისევ აქა, რაც 5 ვოლტზე მეტი არ ჭირდება უკან სავარძლის უკან, რაც რომ ნატურა ის რომ ჩაიგდოს. დავაჭირეთ ღილაკს, ეს მოგვარდა უკვე იგდობა 5 ვოლტიანი ნატურა. მეორე მოვლენა რაც ხდება ის რომ ჩემო მეგობრებო, რომ აი ეს გაზის რუჩკა, რომელსაც მე ვაწვევი და მიყავს ჩემი თავი წინ, თუ კი ტორმოზის ღილაკზე მე ხელი დაჭერილი მაქვს, აი ამას რაც უნდა მე ხელი ვაჭირო, რეაგირება არ უნდა ქონდეს. აი ტორმოზის ღილაკი დასაკვირველია, 3 კაბელით მუშაობს, მაგრამ აქედან ეს 5 ვოლტი საკმარისი არის ჩვენთვის. აი ეს 5 ვოლტი, რომელიც მოდის აი აქ, პლუს 5 ვოლტი, რომელიც მოდის აი აქ, ჩვეულებრივ რეჟიმში აი მოდის აი აქ და მიდის აი ამ გაზის რუჩკასთან. ხედავთ? მე ეს მინუსის სახით დასაკვირველი შეუბრუნდება აქ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სად მიდის და ის მესამე კაბელი კიდე როგორ ნახაზი რომ ახლა ბევრი არ ვღაპნოთ ამბავი, აღარ დავაგრძელებ ეს მეორე და მესამე კაბელი სად მიდის აღარ დავხაზ. უბრალოდ დაგვიდით მოვლენას. ამ ტორმოზის ღილაკს მე ხელს არ ვაჭერ. სიგნალი როგორ მოდის, ეს 5 ვოლტი მოდის ასე, ეს გაზის რუჩკა ჩვეულებრივად მუშაობს, იმიტომ აქედან აქ მე მაქვს, ხომ, კავშირი მაქვს, მაგრამ რაღაც კი დავაჭერ ტორმოზის ღილაკს, აი ეს გადაართვა მოხდება აქეთ, ეს 5 ვოლტი აქეთგან მოდის და აქ უკვე სიცარიელე მექნება, აი აქ უკვე კავშირი გაწყდება, ამიტომაც გაზის რუჩკა რეაგირებას არ იზამს. ესე იგი რელე ეს არის გადამთველი, ხომ, სვიტჩი ინგლისურად რომ ვთქვა. თუ კი აქედან აქ იყო სიგნალი, ეს გაიტიშება და მოხდება აქ. აქეთ უკვე რა იქნება მიერთებული, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ახლა საინტერესო კითხვაა. დაგებოდობათ კითხვა რომ რატომ ვიყენებ მე ამ დროსელს, 5 ვოლტიან დროსელს, მაშინ როცა მე უკვე მაქვს, აი აქ ჩვენს 2 კილოვატიან კონტროლერში 5 ვოლტის წყარო, რომელიც გაზის რუჩკას მოხმარდება. თუ კი ეს 5 ვოლტი გაწყდა და გადმორთვა მოხდა აქეთ, რატომ აქედან არ წავიყვანე ეს 5 ვოლტი ამ ნატურის გასანათებლად? მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, უსაფრთხოების გამო. აი ეს 5 ვოლტიანი წყარო, მე ვიცი რომ ეს უძლებს 20 ამპერი დენის ძალას. და აი აქ 5 ვოლტიანი ნატურა, რომელიც სულ რაღაც 2 ამპერი ჭირდება და მეტი ამას არც ჭირდება, რომ ინიცებას აქ გაწმენდის დროს აქ წყალი ჩავიდეს ან რამე, აქ უკვე 2 ამპერი ჭირა, შეიძლება მან 10 ამპერზეც გადააჭარბოს, ავიდეს და დააზიანოს აი ეს წყარო, ეს 5 ვოლტიანი წყარო, რომელიც სულ რაღაც შეიძლება მაქსიმუმ 3 ამპერის სიმძლავრეს. აქ მაღალი ძალა არაა საჭირო, აქ ძალოვანი წყარო ჩვენ აგვიჭირთ. აქ მხოლოდ 5 ვოლტის გამოიყენება სიგნალის გადასაცემად და ამ გაზის რუჩკიდან სენსორმა უნდა წაიკითხოს, მერე უკან დაუბრუნოს სიგნალი რამდენად მიიღო. ამიტომაც ასეთი 5 ვოლტიანი წყაროს გამოყენებას ნატურის გასანათებლად მე არ გირჩევთ. ჯობესია გამოიყენოთ ცალკე დროსელი და აქედანაც მე ამიტომ არ შევაერთე ეს და ვიხმარე აი ეს მეორე რელე. და რელეს კი ვიცით რომ როგორც გითხარით 10 ამპერი შეუძლია ამ სამივე რელეს 10 ამპერის გადატანა შეუძლია, ასე ვთქვათ. ეს ორი რელე უკვე გავარკვევთ რა როგორ უნდა დავაერთოთ და ასე. აქვე მოდი სანამ მესამე რელე რა როლს ასრულებს ამაზე ვისაუბრებთ, აი დავაკვირდეთ აქ პლუსი სად არის და მინუსი სად არის. რელეში შემცვლელი მინუსი და პლუსი. რელეში შემცვლელი პლუსი, აი ვიცით რომ ეს არის უკვე პლუსი. აი ხომ ეს პლუსია, აი ეს არის მინუსი და მინუსი. შესაბამისად დიოდი უნდა დავაყენოთ. დიოდი შიგნილიაზე მოდან დავაყენოთ, მაგრამ მე აი ასე გავაკეთებდი. ცოტა უშნო გამოვიდა. აი აქ დიოდი ჩავაპაიანოთ, მოდი ასე ვთქვათ. ცოტა ასე ჩავაპაიანოთ დიოდი და აი აქაც ასე.
დიოდი, მხოლოდ იმ დანიშნულებას ასრულებს, რომ როდესაც ხელს ავიღებთ, ანუ შეწყდება ამ სამივე რელეში ძამბვის მიწოდება, როგორც აღნიშნეთ, გაჩნდება უკუღმა შებრუნებული მიმართულებით მაღალი ძაბვა, რომელიც შეიძლება დააზიანოს აი ეს ჩვენი დროსელი. და კიდევ მეორე მიზეზი, ჯობია დროსელი დაზიანდეს და არა ეს წყარო, ეს კონტროლერი, რაც გაცილებით დროსელზე უფრო ძვირია. ხშირ შემთხვევაში 150 ლარი და 200 ლარი წიგნიღებს აი ეს მთლიანი ეს ბლოკი, ეს კონტროლერი. მაშინ როცა დროსელი შეიძლება 15-20 ლარშიც კი შეიძინოთ და აი ასეთი დიოდის დაყენება ამისთვისაც აუცილებელია კი არა ამ 5 ვოლტიანისთვის და მაგრამ ამას ჩვენ ხელს არ ვგიდებთ უბრალოდ მოვჭა. დავიწყოთ ახლა საუბარი იმაზე, ეს მესამე რელე რა როლს თამაშობს. მესამე რელე არის სწორედ აი 12 ვოლტიანი 12 ვოლტი. მოდი წითელი პასტით ვიზამე ახლა უკვე ამ გაყვანილობას. იმიტომ რომ ეს 12 ვოლტი აი აქ შემოდის 12 ვოლტი და როგორ უნდა რას ემსახურება საერთოდ ეს მესამე რელე ემსახურება ჩემო მეგობრებო გაცილებით უფრო დიდი სიმძლავრის და დიდი ამპერობის მქონე 3 ფაზისთვის გამოყენებულ 3 რელეს გადართვას სინქრონულად, ხაზუსმამ, სინქრონულად. არ შეიძლება რომ ჯერ ერთი რელე გაითიშოს, მეათედი წამის შემდეგაც მეორე რელე გაითიშოს და ასე არა. სამივე რელე ერთდროულად უნდა გაითიშოს, სამივე ფაზა ერთდროულად უნდა იყოს დატვირთული. მოდი ერთიჯერ დავხაზოთ ეს სამივე, მოდი წითელი პასტით გავაკეთე, ზომაშიც დიდი არის ეს რელეები, მაგრამ მე ვიდეოშიც განახეთ ეს 80 ამპერიანი რელე, მოდი დავაწეროთ 80 ამპერი. აი ეს რელე ჩვეულებრივ რეჟიმში აქეთ არის, აი აქეთ უკვე გამართულ მდგომარეობაშია. აქაც იგივე სიტუაცია. ასე. და აი აქაც ჩემო კარგებო იგივე სიტუაცია. და რატომ 12 ვოლტი დამჭირდა მე? 12 ვოლტი დამჭირდა, იმიტომ რომ ასეთი 80 ამპერის გადაამტანი სიძლიერის ძლიერი რელეები მე ვერ შევიძინე, რომელიც იმუშავებდა 5 ვოლტს, როგორც ესენი არის 10 ამპერიანი. კი 5 ვოლტზე მუშაობენ ესენი, მაგრამ 10 ამპერზე მეტის გადატანის უფლებას უბრალოდ გადნება იმდენად გაცხელდება, რომ რელე დაიწვის და მორჩა. 80 ამპერიანები ესენი 12 ვოლტზე მუშაობს. აი ამიტომაც მე დამჭირდა მეორე დროსელი 12 ვოლტიანი, რომელიც ისედაც ბევრ საქმეს გაძლევს, როგორც თქვით, ნასოსით შეიძლება ვიხმაროთ, ნათურებისთვისაც შეიძლება ვიხმაროთ, ხომ? ამის ნათურები შეიძლება даже შორი განათებისთვისაც დავაყენოთ გალოგენები. მე მაგალითად მაქვს მასეთ დაყენებული და მოდი ამ თემაზე ცოტა გვიან ვისაუბროთ. ეხლა რა ხდება? აი რატომ გახდა ელექტროტორმუზისთვის ეს 3 ძლიერი რელეს გამოყენება აუცილებელი? ჯერ ერთი ისევ ნახავს მივხედოთ, აი ვიცით რომ 3 რელეს აქვს პლუსი, მინუსი. აი ეს აქედან ავდივართ მაღლა. აი ასე. და ამავდროულად აქვს მინუსის მხარე, ხო? როგორ უნდა ჩაერთოს ეს 3 რელე სინქრონულად, ერთდროულად? რაღაც ჩვენ ესე დავაჭირეთ ამ ტორმუზის ღილაკს ხელი, ჩაერთოს 3 რელე 5 ვოლტიანი და ამ 3 რელედან ერთ-ერთი რელე არის აი სწორედ ეს 12 ვოლტი მოდის აქ. მოდი ასე გავაკეთოთ. ანუ ეს ზემოთ არის პლუსის მხარე, ეს არის პლუსი. აი დაგვიდით პლუსი მოდის აქ, პლუსი არის ეს. პლუსი 12 ვოლტის პლუსის მხარე. რაც შეეხება 12 ვოლტის მინუსის მხარეს, აი
მინუსი, მინუსი, მინუსი. ესე იგი, დავაჭირეთ ღილაკს, ჩაერთო სამივე რელე, ამ ერთ-ერთი რელეს ჩართვამ გამოიწვია ეს მეორე ძლიერი სამი რელეს ჩართვა სინქრონულად. და როცა ამის ჩართვა მოხდა, რა ხდება ასეთ დროს? რა ირთობა, ამას დავაკვირდეთ. რა ირთობა ასეთ დროს? რა უნდა ჩაერთოს ასეთ დროს, აი? მე მატორს უნდა დავმივაქციოთ ყურადღება. 3 ფაზა მაქვს, ამიტომ 3 რელე ვიხმარე. დავიწყოთ აი ყველაზე ახლოდან, აი C ფაზა. C ფაზა. C ფაზა. მეორე ეს არის აი აგერ B ფაზა. და მესამე ეს არის A ფაზა, რომელიც აქ უნდა მოვიყვანოთ. ეს არის A ფაზა. 3 კაბელი არის გაჭიმული რელედან მატორამდე. შეგვეძლო აქედანაც გაგვიყვანა კონტროლერთან ხომ უკვე დაკავშირებულია მატორთან, მაგრამ თქვენთვის რომ გასაგებად მარტივი იყოს, ჩვენ მატორთან გვაქვს საქმე. მატორი უნდა გაჩერდეს და არა სოფო. ამიტომაც მე მატორი გამიყვანე, ეს 3 კაბელი გავჭიმე და სად მიდის? ესე იგი, როდესაც მოხდა ტორმოზის სინარზე დაჭერა, ჩაერთო ეს რელე, ჩაერთო ამ რელემ გამოიწვია ამ 3 დიდი რელეს ჩართვა და დაგვედით თუ კი ეს 3-ვე ფაზა მოდიოდა აი აქა, მოხდება გადართვა აი აქ და რა მაქვს მე აი აქ? მე მაქვს აქა ძლიერი ნათურები დაყენებული. რატო? არა ეკონომიური ნათურები და არა დიოდური ნათურები და არა მე მსგავსი. რამეთ გალოგენები და აი ძლიერი, აი ძალიან რომ ცხელდება ისეთი ნათურები მაქვს მე აქ დაყენებული. იმიტომ რომ როდესაც ეს მატორი, ანუ გენერატორი მოძრაობს და გვინდა მისი გაჩერება, ასეთ დროს ეს მექანიკური ენერგია ჯერ უნდა გარდაიქმნას ელექტრონულ ენერგიად და მე ეს ელექტრონული ენერგია სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. მე ეს გაჩვენეთ ვიდეოში. მაგრამ აქ დამთავრებული არ არის საქმე. ეს ნათურები დაყენებული არის, მაგრამ როგორ უნდა დავაერთოთ ერთმანეთს? აი ეს ერთი წვერი გასაგები A ფაზიდან მოდის აქ. მაგრამ აი ეს მეორე წვერი დასვამდით კითხვა, სად უნდა მივაერთოთ? ძალიან მარტივია ჩემო გოგო. ერთი ფაზის თავი, აგერა ბოლო ხომ აგერა, აი მეორე ბოლო უნდა შევაერთოთ მეორე B ფაზის თავთან. აი B ფაზის ბოლო, აი ეს უნდა შევაერთოთ C ფაზის დასაწყისთან თავთან. და აი C ფაზის ბოლო, ეს კი უკვე უნდა შევაერთოთ, აი როგორ გავაკეთოთ, აი თქვენთვის რომ მარტივი და ას ისევ A ფაზის დასაწყისთან. აი ვარსკვლავური შეერთება კი არ არის ეს უკვე სამკუთხა შეერთება არის. აი აქ ამას ვარსკვლავური შეერთება ქვია. უმეტესობა 99%. ნუ დარწმუნებული არ ვარ, 95% მაინც დარწმუნებული რომ რაც კი ელექტრომატორები არის ეს ჩვენს მანქანებში, შესტოებში, ასე სულ ყველგან ესეთი ვარსკვლავური შეერთება არის. და ამაზე ცალკე ვიდეოები შეგვიძლია გადავიღოთ რატომ უპირატესობა ვარსკვლავური შეერთება და არა სამკუთხა შეერთება. აი всё დამთავრდა თავი ბოლო ხაზგასმამ რატომ სინქრონულად უნდა ჩაერთოს ეს 3-ვე რელე. იმიტომ რომ 3-ვე ფაზა თანაბრად უნდა იყოს დატვირთული. ხაგი მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი რომ ეს 3-ვე ნათურა უნდა იყოს ერთნაირი სიმძლავრის ნათურები. არ შეიძლება რომ ერთი ძალიან ცხელდებოდეს ისეთი ძლიერი 100 ვატიანი ნათურა დავაყენოთ, მეორე 20 ვატიანი არა. ან 3-ვე 20 ვატიანი ნათურები დავაყენოთ, ან 3-ვე 100 ვატიანი ნათურები. მესამე კიდევ მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ კი 3 ნათურიდან ერთ-ერთი დაიწვა, მაშინ ჯობია დანარჩენი ორივე ნათურაც მოუხსნათ. და როდესაც მოხსნილი გვაქვს 3-ვე ნათურა, ელექტროტორმოზი უკვე აღარ მუშაობს. ჩვეულებრივად მექანიკური ტორმოზის იმედით უნდა გავაჭიროთ ეს ჩვენი ტრანსპორტი. სხვა მნიშვნელოვანი ახლა რა არის აქ? აუცილებელი კიდე ერთხელ აუცილებელია რომ თუ ერთი ნატურა დაიწვა, ან დროზე შეცვალეთ ის ერთი ნატურა და არ იმუშაოთ ელექტროტორმოზით მასეთ შემთხვევაში, ან დანარჩენი ორივე ნატურაც მოხსენოთ. ეს აუცილებელია. მადლობთ.